გამარჯობა, მე ვარ ქეთი სვანიძე, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი. მზად ვარ უპასუხო თქვენს კითხვებს. ვუმკლავდები ამ ყველაფერს. რავი, ჩემთვის არ იყო ბედნიერება ის ბულინგი, რაც გამოვიარე, მაგრამ ბედნიერება იყო ამ სპექტაკლში თამაში, იმ როლის თამაში, რაც ხვდა წილად და ვუმკლავდები და გავუმკლავდები დიდი სიხარულით და სიყვარულით. დანარჩენი უკვე დრო მოიტანს, დრო ყველაფერს უპასუხებს და მაყურებელი როცა ნახავს ამ სპექტაკლს ალბათ არა ძალიან ბევრ ადამიანს უკვე შეეცვალა შეხედულება და ნამდვილი რეალობა დაინახა და კიდევ ბევრი ადამიანი დაინახავს ალბათ. პირველ რიგში ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ არ ვიცი, ალბათ ვერც ვიოცნებებდი ამ როლის თამაშს და თუ მე მხვდებოდა წილად ამ როლის თამაში, ძალიან დიდი ბედნიერება იყო და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა ესეთი როლი ითამაშო და მე მზად ვიყავი, რომ მოყვებოდა ამას ერთგვარი კრიტიკა, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის წმინდა, როგორც თითოეული ქართველისთვის და რა ვიცი, ბედნიერად გრძნობ თავს და რთული სამუშაო იყო. დანარჩენი უკვე მაყურებელმა განსაჯოს რა როგორ გამოვიდა და გაუმკლავდი თუ არა. ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო და კიდევ ერთხელ თითოეული სპექტაკლი, როცა მე ამ სპექტაკლს თამაშობ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა განსაკუთრებული მაყურებელთან შეხვედრა, იმიტომ რომ ვიცი რომ მაყურებელი ყოველთვის მაქსიმუმს ელოდება შენგან, განსაკუთრებით ამ სპექტაკლის მერე. მუშაობის პროცესი იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ ეს არ იყო ჩვეული პიესა, სადაც ასე თუ ისე რაღაცები იცი, აქ არავინ არაფერი არ იცოდა, არ ვიცოდით როგორ უნდა გვესაუბრა, როგორ უნდა გვეთამაშა. ჩვენ ამ როლებთან ერთად დავიბადეთ და ერთ-ერთი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო. მაგრამ ამავდროულად ბედნიერიც, იმიტომ რომ თითქოს პატარა ბავშვივით ვიდგამდი სცენაზე ფეხს და თითოეულ სიტყვას, თითოეულ ბგერას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდით და ვანიჭებთ. პარტნიორებს რაც შეეხება მადლიერი ვარ, იმიტომ რომ არა ისინი, მე ამ როლს ალბათ ვერ ვითამაშებდი, მარტო შენზე არ არის დამოკიდებული, ძალიან ბევრი არის შენს პარტნიორზე დამოკიდებული და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთი პარტნიორები მყავდა და მყავს სცენაზე. ოჯახმა და ახლობლებმა ეს სპექტაკლი პრემიერაზე ნახეს და იყვნენ ბედნიერები, ძალიან გვერდში დამიდგნენ, იმიტომ რომ იცოდნენ და იციან მე რა ადამიანი ვარ, იციან მე რომ ისეთ არაფერს არ გავაკეთებ, რაც ჩემს ოჯახს შეარცხვენს და მათი თანადგომა მე ამას ალბათ ვერ ვითამაშებდი და ვერ გავაკეთებდი და შემდეგ უფრო რთული დღეები მოყვა, მაგრამ მე ხალხის სხვათა შორის მიუხედავად დიდი ბულინგისა, ძალიან ბევრი დადებითი მხარეებიც ჰქონდა, იმიტომ რომ უამრავი უცხო ადამიანი მირეკავდა, მწერდა და განსაკუთრებით ვისაც სპექტაკლი ჰქონდა ნანახი, ძალიან დიდ რაღაცას მხარს მიჭერდა და ჩემი კოლეგებიც ასე ვთქვათ და მე პირიქით ამ ყველაფერმა გამაძლიერა და მადლობელი ვარ ჩემი მეგობრების და ჩემი ოჯახის წევრების, რომ ესე გვერდზე დამიდგნენ და ჩემი ჯეროდათ და ჯერათ დღემდე. მადლობა ნინი, რომ წარმატებებს მისურვებ. ასეთი როლი თუ კიდე შემხვდება ცხოვრებაში წილად ესეთი ბედნიერება აუცილებლად დავთანხმდები და ვითამაშებ და ვოცნებობ, რომ კიდე შემხვდეს ესეთი მნიშვნელოვანი როლები ჩემს ცხოვრებაში, რაც შეეხება ჩაცმულობას, ვინც ნახა ეს სპექტაკლი ხვდება და ნახა რომ მსგავსი სიშიშვლე არ არის ნამდვილად. ფოტოებიდან სხვანაირად ჩანს, თეატრში, განათებაში, სცენაზე, კოსტიუმი ყოველთვის სხვანაირად აღიქმება და ნამდვილად არ ვთვლი, რომ იქ რაღაცა ზედმეტად გახდილი ვიყავი. ნამდვილად არ ვიცი რამ გააღიზიანა საზოგადოება. ალბათ იმ ფოტოებმა, რომლებიც არასწორი რაკურსით იყო გადაღებული, სხვანაირი ფორმით იყო მოტანილი და რა ვიცი, როცა მაყურებელი ნახულობს, სხვა განწყობით გამოდის სპექტაკლიდან. და მე მიხარია ძალიან, იმიტომ რომ შემოდიან სრულიად უცხო ადამიანები და გაკვირვებულები არიან, რომ აი ამაზე ატყდა ერთი ამბავი, ამას თავისი თვითონ ამბობენ და აღიარებენ. ჩვეულებრივი მაყურებელი მე ვიძახი რიგითი, რომლებსაც მე პირადად არ ვიცნობდი და მადლიერი ვარ და მადლობელი ვარ, რომ ჩემამდე მოდიან და ასეთ სიყვარულს და სითბოს გამოხატავენ. არც ერთ დღეს არ ყოფილა პროტესტი, იყო არაჩვეულებრივად ჩაიარა ყველა დღემ და რა ვიცი, მსახიობ ყოველთვის გრძნობს სპექტაკლის შემდეგ
აპლოდისმენტებით, რამდენად მოწონს მაყურებელს და რა ვიცი, ჩვენ ძალიან დიდი ბედნიერება გვხვდა ყველა სპექტაკლის შემდეგ, იმიტომ რომ რა ვიცი, ეს აისახებოდა მაყურებლის ემოციაზე. ვეთანხმები შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ პროვოკაცია და რაღაცა აგრესია პარტერიდან არა, პირიქით სიყვარული და რა მოწონება იყო მხოლოდ. ალბათ ვითამაშეთ სრულად 10 სპექტაკლი უკვე. ანუ ყველას გონია რომ რაღაცა მე უსაშველო ვიყავი და ამის გამო მე ყოველთვის გამხდარი ვიყავი, საშუალო წონის, უბრალოდ ბავშვი რომ გავაჩინე და იყო კოვიდი და მქონდა წვეტა, ცოტა წონაში მოვიმატე და უბრალოდ მთხოვეს რომ იგივე ფორმაში დაუბრუნებულიყავი, რა ფორმაშიც ყოველთვის ვიყავი და ჭირდებოდა ამ როლს ის ქეთი, რომელიც ყოველთვის ვიყავი. ცოტა მქონდა 7-8 კილო მომატებული, ხა ამაზე რაღაც ატყდა ერთი ამბავი და გონიათ რომ მე რაღაცა 20 და 30 კილო დავიკელი, ნამდვილად არა, სულ რაღაც 7-8 კილო დავიკელი. ალბათ 10-მდე და დავბრუნდი საკუთარ მეს და ჩემ წონას. იცით რა, ესე ვერ ვიტყვი რა არის მიუღებელი, რა არ მქონია ესეთი როლის შემოთავაზება, რასაც არ ვითამაშებდი და რაღაც ჩემთვის სირცხვილი სტოლფასი იქნებოდა. და ამ კითხვაზე ვერ გაგცემთ პასუხს, ესე კონკრეტულად ვერ დაასახელებ რა შეიძლება არ ითამაშო, ან ითამაშო. ამიტომ ვერ სულ პასუხს ვერ გაგცემთ ამაზე. ძალიან საინტერესოდ ბატორობიკოს ყავდა აყვანილი რეჟისორები მაგისტრატურაზე, რომლებიც დგამდნენ სპექტაკლებს, ანუ გამოცდა ჰქონდათ 2 წლის თავზე, სადიპლომო, სადაც ზოგი ზღაპარს გამდა და გარკვეულ პიესები უნდა დაედგათ და ეთამაშათ რუსთაველის თეატრში უნდა დაედგათ მოკლედ და ერთ-ერთმა რეჟისორმა რეზო შატაკიშვილმა დამიძახა ზღაპარს გამდა და თუ ითამაშებოდა რა თქმა უნდა დიდი სიხარულით და სიყვარულით დავთანხმდი, იმიტომ რომ შეიძლება ესეთი შანსი არასდროს არ მქონოდა. ამ სპექტაკლზე რეპეტიციებზე ბატონრობიკო შემოდიოდა და რა თქმა უნდა რაღაც შენიშვნებს აძლევდა გარკვეულს ამ რეჟისორებს და მე ნახა ორჯერ სპექტაკლი და შემდეგ დამირეკეს. და ასე მოვხვდი რუსთაველის თეატრში. ეს სპექტაკლიდან ამიყვანა ბატონმა რობიკო. და უკვე 17 წელი ამ თეატრის მსახიობი ვარ, რომელიც დღემდე არ მჯერა. იმდენად ჩემთვის საოცნებო და რაღაცნაირად მიუწვდომელი ადგილი იყო. ესე გადაწყვეტილი არ მქონია ცხოვრებამ ესე წამიყვანა, ასე ვთქვათ. მე ვაპირებდი თეატრალური რომ დავამთავრე, რომ მეც ეკვა ისევ გამეგრძელებინა ამ პროფესიით, იმიტომ რომ ნამდვილად არ ველოდებოდი და არ მქონდა ის მოლოდინები და ამბიციები, რომ მე გინდა თუ არა რომელიღაც თეატრში აუცილებლად მიმიღებდნენ და კონსერვატორიაში ჩაბარებასაც ვაპირებდი. უბრალოდ იმ მომენტში ასაკობრივად ხმის მუტაცია დამეწყო და 16-17 წლის ასაკში არ იყო სახარბიელო, რომ ესე ვთქვათ კონსერვატორიაში ჩამებარებინა. მე ნამდვილად ვაპირებდი გაგრძელებას, უბრალოდ მოხდა ის საოცრება, რაც მოხდა, რომ მოვხვდი ამ თეატრში და ნუ ცხოვრებამ ისე წაიყვანა, რომ მე რუსთაველის თეატრში რომ მოხვდები და ბატორობიკოსთან გექნება პირველი შეხება, ნუ ამაზე დიდი ბედნიერება მეგონი არ არსებობს ჩვენ პროფესიაში, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. სხვისთვის ალბათ სხვა რამეებია უფრო ბედნიერება და მივესალმები მათ ოცნებებს და ესე მოხდა, რომ ნუ დღემდე ამ თეატრის მსახიობი ვარ და ესე წავიდა ჩემი ცხოვრება. თუმცა იმ ცეკვასაც, იმ ვოკალურ განათლებას მე მაგალითად ეხლა მარია კალაში სპექტაკლი გაკვეთილი, ასე ქვია, სადაც ბატონ გია ყანჩელთან ერთად და ბატორობიკოსთან ვიმუშავე და ქალბატონ არაჩვეულებრივი ქალბატონ ლელა ალიბეგაშვილთან, რომელიც მარია კალას თამაშობს, იქ მე ლედი მაკვეთის არიას ვმღერი და ჩემთვის საბედნიეროა, რომ ეს ვოკალური განათლება მე ამ სპექტაკლში დამეხმარა. და ამ სპექტაკლში მე ალბათ მთელი ცხოვრება არავინ არ მომღერებდა ამ არიას, იმდენად რთული არია. უბრალოდ აქ მოცემულობამ ამ როლიდან გამომდინარე მოითხოვა, რომ ეს არია შემესრულებინა და დღეს ამ კუთხითაც მაყურებელი, ვინც ამ სპექტაკლს ნახულობს, ხედავს ჩემს ასე ვთქვათ შესაძლებლობებს. ეხლა მოწონთ თუ არ მოწონთ, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მე ცეკვასაც და ასე ვთქვათ კლასიკურ განათლებას თეატრში ძალიან კარგად ვიყენებ და ძალიან გამომადგა ეს ყველაფერი ჩემს კარიერულ წინსვლაში. სანანებელი ალბათ არის, იმიტომ რომ ჩემთვის ოპერა და კლასიკური მუსიკა ძალიან საყვარელია. ალბათ რაღაცებს ნანობ, მაგრამ ნუ ისე არა, მე მაინც დრამატული თეატრის მსახიობი მინდოდა რომ ყოფილიყავი და ალბათ იმიტომ არ ნანობ, რომ ამ მეორე მხარესაც რაღაცნაირად მეძლევა საშუალება, რომ ვაკეთო და ვიმღერო და ასე ვთქვათ ვიცეკო და ამიტომ რაღაცნაირად დანაკლის არ განვიცდი ამ ყველაფერს თეატრშიც ვაკეთე. ბავშვობაში დავდიოდი, მე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დავდიოდი, როცა პატარა ვიყავი, იქ პატარა საბავშვო სპექტაკლებში ვთამაშობდი და ნუ შეხება მქონდა. ბავშვთა ოპერაში ბავშვთა გუნდში ვმღეროდი.
8 წლიდან 13 წლამდე იქ სპექტაკლებში მონაწილეობდი და ასე ვთქვათ, თეატრთან, ოპერასთან ძალიან დიდი შეხება მქონდა. ამ ყველაფრის თეატრისთვის ვაკეთებდი, აი, თუნდაც მუსიკალურ განათლებას, იმ ცეკვას, ყველაფერს, რომ ვიცოდი, რომ მსახიობს ყველაფერი ჭირდება და ამის სიყვარულით საბოლოოდ ყველაფერი გამომადგა ცხოვრებაში. ბევრი რომ ვისაუბრო ტყუილი გამომევა, იმიტომ რომ საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა იქიდან წამოვედით, 3 წლის, 4 წლის აქ გავხდი. ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია, რა თქმა უნდა, მამის დაკარგვა და აფხაზეთის დაკარგვა. ჩვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია დაბრუნება და ის მონატრება, რაც არის, ყოველთვის იქნება და სურვილი, რომ ჩვენ იქ დავბრუნდეთ. და არა მარტო ჩემი, ალბათ ყველა, ვინც აფხაზეთიდან არის და ჩვენ დიდ ტკივილთან დარჩება იქამდე, სანამ ჩვენ სახლებში არ დაუბრუნდებით და იმედია დაუბრუნდებით. ტყუილი გამომივა, რომ თქვა, რომ რამე მახსოვს, მხოლოდ ზღვის ხმა და ჩემი ზღვისადმი დამოკიდებულება, ეს არაერთხელ გამიჟღერებია და აქაც ვიტყვი, რომ გადმოვედით, სულ ზღვას ვეძებდი და სულ ზღვის ხმა მაკლდა. დანარჩენი მართლა ტყუილი იქნება, ბევრი რო ვისაუბრო, იმიტომ რომ ეხა 3 წლის ბავშვს ესე ნათლად ყველაფერი არ ახსოვს. ცხოვრება ძალიან რთულად წავიდა, მოგეხსენებათ, მაშინ 90-იანი წლები იყო და თვითონ თბილისშიც ხალხს უჭირდა და ჩვენ ორმაგად გვიჭირდა. საერთო საცხოვრებელში გავიზარდე დევნილი სტატუსით, დღემდე დევნილი სტატუსი მაქვს, მაგრამ მე ამით ვამაყობ, უბრალოდ იმაზე რთული იყო, ვიდრე სხვა ადამიანებისთვის, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ სახლში არ ვიყავით და მაგრამ ამ ყველაფერმა ძალიან გამაძლიერა და ალბათ აი ამ ყველაფერს რა სიძნელეებსაც ცხოვრებაში გავდივარ, ჩემი რთული ცხოვრებამ გამაძლიერა, ასე ვთქვათ და მომიყვანა აქამდე და რა ვიცი, მადლიერი ვარ ჩემი ცხოვრების, როგორიც იყო და არის. კი, როგორ შეიძლება არ თქვა და ჩემი ცხოვრებისადმი მადლიერება არ გამოვხატო, რაც მე რა ადამიანებთანაც მე მომიწია უშუალოდ შეხება. და დედაჩემა რაც ჩემში ჩადო, რომ ეს მუსიკალური განათლება იყო, თუ ცეკვა იყო, თუ ასე ვთქვათ თეატრი, მე ისეთ ადამიანებთან ვიმუშავე, რომელ ადამიანებთან ერთად ვერ ვიოცნებებდი, თუ ოდესმე მათ შევხვდებოდი. ეს იყო ბატონი ჯანსუხკახიძე, ბატონი გია ყანჩელი და დღეს უკვე ბატონი რობერტ სტურუა, რომელთანაც უშუალო რეპეტიციები მქონდა ბავშვობიდან და შემდეგ უკვე როცა თეატრში მოვხვდი. ამაზე დიდი ბედნიერება მე არ ვიცი რა შეიძლება ხვდეს წილად ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ვიღაცისთვის შეიძლება ეს არ არის ბედნიერება, ჩემთვის ეს ბედნიერებაა ჩემს პროფესიაში. იმ თეატრში ვარ, რომელ თეატრშიც მე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი და მცვენოდა კიდევაც რომ ვოცნებობდი. ისეთი ადამიანები იდგნენ იმ სცენაზე და გარკვეული პასუხისმგებლობაც არის ამ თეატრში. რუსთაველის თეატრის სცენაზე იდგე და თუნდაც რამე ითამაშო, იმიტომ რომ გენიალური მსახიობები მოღვაწეობდნენ და მოღვაწეობენ დღემდე. ხანდახან სიზმარში მგონია ხოლმე თავი. ასეთ ბულინგს ნამდვილად არ ველოდებოდი, თუმცა ამ სპექტაკლის მიღმა რომ იქნებოდა პრეტენზია და ამ ბულინგი ნაკლებად მოლოდინი, რა თქმა უნდა, დიდი იყო და ალბათ სურვილიც უფრო მეტი. თუმცა მე ვთვლი, რომ გადაჭერბებული იყო ის, რაც იყო, მაგრამ მე ამ ყველაფერმა გამაძლიერა. მე მაინც თითოეულ ადამიანს მადლობას ვუხდი, იმიტომ რომ მე ამით მხოლოდ გავიზრდები და ასე ვთქვათ, ვეცდები, რომ უკეთესი ვიყო. დანარჩენი უკვე კონკრეტულმა ადამიანებმა განსაჯონ, როცა ნახავენ კონკრეტულად ამ სპექტაკლს და შეაფასებენ, ან მოეწონებათ, ან არ მოეწონებათ. მე ვთვლი, რომ ცოტა ზედმეტი იყო, მაგრამ არა უშავს. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. ესეც საჭიროა. ამჟამად ეხა ჩემს ოჯახს და განსაკუთრებით ჩემ პატარა შვილს, რომელიც ძალიან ენერგიულია და ძალიან ცელქი და ბედნიერი ვარ, რომ გარდა საქმისა, ჩემ შვილს ეთმობა ძალიან დიდი დრო და ვცდილობ, რომ გქონდეს ბედნიერი ბავშვობა და ხალისიანი და აკეთოს ის, რაც უნდა. რა თქმა უნდა, ნორმის ფარგლებში. ძალიან რთულია საკუთარ თავზე ვისაუბრო, არ ვიცი, ჩვეულებრივი დედა ალბათ როგორც ყველა, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ ვიყო კარგი დედა. როგორც ყველა დედა. ალბათ ბევრი რამეა ცხოვრებაში სანანებელი რაღაცა, მაგრამ არ ვიცი, ამ ეტაპზე არაფერს არ ვანანობ, უბრალოდ მე ძალიან მიყვარს სიმართლე და შეიძლება ხანდახან რაღაცა სიმართლის გამო სხვაზე მეტი პასუხისმგებლობა ავიღო და რაღაცა ზედმეტად თქვა და მე მხოლოდ მე გამოვიდე, ასე ვთქვათ, გაღიზიანების საგანი. უბრალოდ მე მიყვარს სიმართლე და ამ სიმართლის გამო ვერ პატიობ ადამიანებს ტყუილს და
ძალიან ბევრი მოთმენა ვიცი და თუ გავგიჟდი, მე შეიძლება ძალიან ისე მოვიქცე ცუდად. შეიძლება ეგვინანო ხოლმე, რომ ხანდახან ჯობია რომ გაჩუმდე და ცხოვრებამ თავისით წაიღოს ყველაფერი, მაგრამ დანარჩენი სხვას არაფერს არ ვნანობ. მსახიობის ცხოვრება ძალიან რთულია ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით. სადაც მეტი ესე ვთქვათ კრიტიკა ვიდრე შეფასება და ასე ვთქვათ იმ ადამიანის შრომის დაფასება. მაგრამ არა უშავს ბედნიერებაც ახლავს თან ამ ყველაფერს. რთულია მსახიობების ცხოვრება, მე ვთვლი რომ ერთ-ერთი რთული პროფესია და ამას ძალიან დიდი ძალისხმევა ფსიქოლოგიურად ჯანსაღად ყოფნა ჭირდება და გაძლება ძალიან ბევრი რამის. მუშაობა არ არის მარტივი. ჩვენ მაყურებელი შედეგს ვნახულობთ და იმ შედეგამდე რა შრომას გადის მსახიობი, ეს მხოლოდ ჩემმა კოლეგებმა იციან და ალბათ დამეთანხმებიან. იშვიათად ბრაზდები, მაგრამ თუ ბრაზდები ძალიან ზედმეტად ვიცი გაბრაზება, მაგრამ ეს იშვიათად ხდება ხოლმე ჩემ ცხოვრებაში და მადლობა რომ ეს იშვიათად ხდება. კი, დამიკარგავს სამწუხაროდ. ვერ გავიხსენებ. იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან რთული და მძიმეა ამ ყველაფერზე ზოგადად საუბარი. ჩემი მეუღლე არის ბავშვთა ქირურგი, ექიმი, მასაც ძალიან რთული პროფესია აქვს. მე ვთვლი რომ ჩემზე მეტად რთული პროფესია, იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე და ერთად ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩვენი გრაფიკიც ნამეტანი მძიმეა და მათიც, მაგრამ რაღაცნაირად ვავსებთ ერთმანეთს. ალბათ ესე ჯობია. დანარჩენი ვერაფერს ვერ ვიტყვი ისეთ განსაკუთრებას. მან იცის და მანამდეც იცოდა ყველანაირი დეტალი, მე რას ვაკეთებდი, როგორ ვაკეთებდი და პრემიერაც ნახა და როცა ნახავ ამ ყველაფერს, მე უბრალოდ სასაცილოა ის ყველაფერი, რაც ხდებოდა და მოხდა. მან ეს ყველაფერი პირველივე დღეს ნახა. მარტივი რა თქმა უნდა, არავის არც ერთისთვის არ იყო. მარტო ჩემი მეუღლისთვის, არა მთელი ჩემი სანათესავთვის, სამეგობროსთვის, მე მგონი ჩემზე მეტად ინერვიულეს, მაგრამ მე არ ვიცი, იმდენად დადებითი რაღაცებით შემოbrundat ჩემს ცხოვრებაში, რომ თუნდაც ქუჩაში უამრავი ადამიანი მაჩერებს, რაღაც პირიქით დადებითი სმეტი მე ქუჩაში, აი მეშინოდა პირველ დღეს ფოტოშორის გამოსვლა გარეთ, რომ აი არ ვიცოდი იმდენად ისეთი ამბავი ვიყავ ხელი და პირიქით სიყვარულის მეტი მე გარეთ ნამდვილად უარყოფით ერთს ვერ ვიტყვი ადამიანზე, რომ ან ცუდად შემომხედა, ან რამე მომაძახა, ან პირიქით, აი მაჩერებდნენ და თუ ვინმეს ნანახი ქონდა ხო საერთოდ დადებითით იყვნენ განწყობილები და არ ვიცი, მე პირიქით ძალიან ბევრი სიყვარული მივიღე და მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერი ვარ. გამძლეობას პირველ რიგში ეს პროფესია მოითხოვს ძალიან დიდ ენერგიას, ძალას და გამძლეობას. ძალიან რთული პროფესიაა და ყველა ჯერზე აბარებ გამოცდას და ყველა ჯერზე უნდა ამტკიცო, რომ შენ შეგიძლია და შენ გააკეთებ და ძალიან რთულია, ბევრს არ აქვს ეს გათავისებული, ეს რამდენად რთული და მძიმე პროფესია. ზოგი ძალიან ზედაპირულად და მარტივად უყურებს და ნამდვილად არ არის მარტივი. ფსიქოლოგიურად უნდა იყო მზად, ყველანაირი სირთულისთვის, მე მადლიერი ვარ, რომ ესეთი პედაგოგი მყავდა, რომ მან ესე შემომზადა, ბატონი შალვა გაწერილია. ისეთი პედაგოგი იყო, რომ მან ესე იგი პირველივე კურსიდან მეოთხე კურსამდე ისეთი რთული პერიოდები გაგვატარა, რომ თეატრი არ იყო მე ჩემთვის ესეთი რაღაცნაირად რთული ადგილი, რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ მძიმე პროფესია არ არის მარტივი და ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. და ყველა ჯერზე ამტკიცო, რომ შეგიძლია და შეძლებ და გააკეთებ და უნდა გააკეთო. არ ვიცი, ამას სიტყვებით ვერ ახსნი. ჩვენთვის რა ვიცი. ყველაფერია, ყველაფერს გაგაკეთებინებს და რავი, ხშირ შემთხვევაში ბევრ ამას თმობ ამის გამო. იმხელა სიყვარული იცის თეატრმა, რომ არ ვიცი. ვერ გადმოსცემ ამას ემოციით, სიტყვებით. ამას მხოლოდ მსახიობები თუ მიხვდებიან რა არის სცენის მტვერი, სცენა და ჩვენი პროფესია. მიუხედავად ბევრი ტკივილისა, რამხელა ბედნიერება მოსდევს მე ბოლოს, როცა მაყურებელს ხედავ ბედნიერს. ჩვენ ხო ამ ყველაფერს მაყურებლისთვის ვაკეთებთ, მარტო ჩვენთვის ხომ არა, რომ ჩვენ ვიყოთ რაღაცა კარგები. ეს ყველაფერი მაყურებლისთვის კეთდება. როცა მაყურებლის სიყვარულს გრძნობ, ხო ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. რო ხვდები, რომ მოყვება და გიყურებს და შენთან ერთად არის. ჯერჯერობით სიახლეები არ ვიცი, რა თქმა უნდა, იმ სპექტაკლებში ვითამაშებ, რაშიც ვთამაშობ. და
ერთი სული მაქვს, როდის გაიხსნება სეზონი. ახალი ენერგიებით, ახალი ძალებით, ისევ შევხვდეთ მაყურებელს დიდი სიყვარულით. ეს სეზონი იყო ძალიან რთული, ძალიან მძიმე, მაგრამ ჩემთვის, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და ბედნიერი, იმიტომ რომ დიდი პასუხისმგებლობა მხვდა წილად, რომ ეს როლი მეთამაშა და მადლიერი ვარ, რომ ეს მემერგო წილად, ეს ყველაფერი, ეს სირთულეც, ეს ბულინგიც და მე შემდგომი ბედნიერებაც. როცა მაყურებელი უშუალოდ მოდის და გესაუბრება და დანარჩენს ვეღარ ვიტყვი უკვე. რა მოყვა, ჩემი კოლეგების მხრიდან დადებითი ემოციები, ბედნიერი წელი იყო მაინც ჩემთვის და მადლიერი ვარ ყველაფრისთვის. ეს ყველაფერი უნდა გაიაროს მსახიობმა. ალბათ ესეთი დოზით არა, მაგრამ ალბათ ცხოვრებაში საჭიროა ეს სირთულეებიც, რომ მე წინ და წინია, რომ უფრო მყარად და მაგრად. დიდი მადლობა ყველა იმ კითხვისთვის, რა კითხვაც დამისვით და იმედია სათანადო პასუხი გაგეცით ყველაფერზე.